დავიწყოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, როგორც გიავოლსკი ამბობს, ქართულ ოცნებაში ჯერ მიღებული არ არის გადაწყვეტილება წავლენ თუ არა სტრასბურგის ევროპარლამენტის სესიაზე, როგორც ჩანს შესაძლოა მათი გეგმების შეცვალა იმანაც, რომ საგანგებო დებატები ჩაინიშნა ევროპარლამენტში ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ 4 შაბათს, შესაბამისად მათთვის შესაძლოა იყოს გარკვეული დისკომფორტი ევროპარლამენტში ამ დროს ყოფნა და შესაბამისად შესაძლოა აქედან გამომდინარეთ მათ შეცვალონ გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ასეთი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დელეგაცია სურდა ევროპარლამენტში გამგზავრება. საინტერესოა ისიც, რომ გიავოლსკიმ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად დიდ პრობლემებს უქმნის მათ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, გადაწყვეტილებაც მიიღო ევროკავშირმა უკვე საბოლოოდ პარასკევს. გიავოლსკი ამბობს, რომ მათთვის ეს იქნება დისკომფორტი, თუმცა თუ სტრასბურგში გამგზავრებას გადაწყვეტენ საბოლოოდ, მათ მოუწევთ ვიზის რიგში ჩადგომა. ევროპარლამენტში ანტიქართული დებატები არავისთვის გასაკვირი არ არის, უკვე მე-7 თუ მე-8 რეზოლუცია, სადაც კატეგორიულად ილაშქრებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ამას თითქოს და ხელისუფლების წინააღმდეგ ლაშქრობას არ ქმნიან. მაგრამ რეალობაში რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას რა ხდება. ანუ ხელი შეუწყოს პოლიტიკურად მხარე დაუჭირეს ექსტრემისტულ პროცესების განვითარებას და შემდეგ ეს კანონი, რომელიც ამას დაუპირისპირდა და ქვეყანა დესტაბილიზაციისაკენ გადაარჩინა, ეს კანონი იქნა გამოყენებული პოლიტიკური შეტევის გარკვეულ საფუძვლად. ვიზების აღება აუცილებელია, თუ კი წასვლა გადავწყვიტეთ ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პროფესორი გეტყვით ამ ეტაპზე ჩემზე კომპეტენტურები იტყვიან. თუმცა ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ რაც თავი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით ვიმგზავროთ. ევროპელი დეპუტატები კი რეზოლუციის საბოლოო ვერსიაზე მუშაობენ და დღის განმავლობაში სავარაუდოდ ჩვენ უკვე გვეცოდინება, როგორი იქნება ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუციის პირველადი პროექტი, რომლის შემდგომაც ეს პროექტი გამოქვეყნდება ვებგვერდზე და შესაძლებლობა ექნებათ ასევე ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ შეიტანონ შესწორებებიც და საბოლოოდ ამ დოკუმენტს უკვე კენჭს უყრიან დებატების შემდეგ, ანუ ევროპარლამენტის სტრასბურგის სესიაზე დებატები გაიმართება 4 შაბათს და 5 შაბათს უკვე იქნება კენჭისყრა საქმეზე და დებატებზე ელენე ხოშტარია და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ. ანალიტიკოსები ყოფილი დიპლომატები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი турბულენტური ვითარება არის მსოფლიოში, საქართველოს საკითხი, რომ ისევ დგას ევროპის დღის წესრიგში, თუმცა აქვე ამბობენ იმასაც, რომ მხოლოდ დებატები, მხოლოდ განხილვები აღარ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც იქნას გადადგმული. მე ვურჩევდი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროპელებს, ნაკლები ისაუბრონ და მეტი საქმე აკეთონ. საკმარისია რა ეს მსჯელობები, ეს მართლა უკვე გადაიქცა ლაყობად, საქმეს მიხედო რა, ნაკლები საუბარი და მეტი საქმე. საქმეში გულისხმობ გაამუშავონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც მათ ხელში ჯერ კიდევ არსებობს, თორე ცოტა ხანში ეგ ბერკეტებიც არ ექნებათ. თუ მართლა სურთ საქართველოს მოქალაქეების დახმარება, პარლამენტში განხილვებით და მსჯელობებით საქართველოს მოქალაქეებს ვერ დაეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთი აგრძელებს ომს და მიუხედავად იმისა, რომ ირანზე სამხედრო ოპერაცია არის, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრი საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია და მათ შორის რეჟიმის რეპრესიებისთვის კიდევ ერთხელ ფარდის ჩამოხსნა იმით, რომ ხდება განხილვა საქართველოში არსებულ ავტორიტარულ ვითარებაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე, აჩვენებს საქართველოს მხარდაჭერას და ქართველი ხალხის, რომელსაც არ სურთ იცხოვრონ ერთპარტიულ ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც იქნებიან პოლიტიკურ პატიმრების შესაბამისად. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ამტკიცოს ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ფასი არ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ისინი ფასს გადაიხდიან. ასევე შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში მომზადებულია საქართველოს შესახებ წლიური ანგარიში, რომელიც საგარეო კომიტეტზე უკვე განიხილეს და ამ დოკუმენტით ევროპელი დეპუტატები ითხოვენ როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების სანქცირებას. ფიქრობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი ამ კრიზისიდან, ასევე ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. 19 მარტამდე აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობა, რომ გარკვეული შესწორებები და დამატებები შეიტანონ ამ დოკუმენტში, ანუ
ანუ დაამატონ ჩანაწერები, რაც სურთ რომ საბოლოო დოკუმენტში მოხვდეს საქართველოს შესახებ ანგარიშს კი ევროპარლამენტი უკვე მაისის ბოლოს უყრისკენს.